13 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალება 12 უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა გურჯაანის სამების სახელობის საკათედრო ტაძარშიც. აქ შეკრებილ მრევლს წირვის დასრულების შემდეგ მამა ილიამ ფერისცვალება მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ფერი იცვალა მაცხოვარმა თაბორის მთაზე თავის მოწაფეების თვალწინ და ისმება კითხვა რა საჭირო იყო რომ მან ეს ფერი იცვალა, რატომ იცვალა ფერი მაცხოვარმა. ჯერ ერთი ის რომ ეს არის მაგალითი იმისა რომ ჩვენ ადამიანები ყოველთვის უნდა ვისწრაფოდეთ ჩვენი სულის განათლების და უნდა ვეძიებდეთ ჭეშმარიტებას, სამართლიანობას და სიკეთეს. უნდა დაასწარით ერთმანეთსო სიკეთის კეთება პავლე მოციქული გვეუბნება. აი ეს არის ზუსტად აი იმით რომ ადამიანი როცა სულში იბადება და გონების თვალი, სულიერი თვალი ეხირება, ის ყოველთვის ცდილობს რომ აკეთოს სიკეთე, იმიტომ რომ ამ სიკეთეს ის რომ აკეთებს, იმან იცის რომ ამ სიკეთეს პირველ რიგში თავის თავს უკეთებს და არა ვინმე სხვას. პირველ რიგში იმიტომ რომ მან სული უნდა გადაირჩიოს და უნდა განათლდეს მისი გონება და გული, უნდა განათლდეს მისი სული და თუ ეს მოხდა, მისი სულიც ცხონდება და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ სულ ყველა. მეორედ ის რომ აუცილებელი იყო ის რომ ებრაელი ერი თვითონ უყურებდა და მაცხოვარს თვლიდა როგორც ელია წინასწარმეტყველს თავისი წმინდა ცხოვრებიდან გამომდინარე და უნდა გამიჯნულიყო, უნდა გამოაშკარავებულიყო რომ მაცხოვარი იყო სხვა და ელია წინასწარმეტყველი იყო სხვა და ისეთივე განსხვავებით როგორიც არის ბატონსა და თავის მონას შორის. მაცხოვარი იყო ძე ღვთისა და სრული ღმერთი და სრული კაცი. და ეს უნდა განცხადებული. და აი ამიტომაც მაცხოვარი ფერს იცვლის თავის მოწაფეების წინაშე. ფერისცვალების დღესასწაული იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ახალი აღთქმის მიხედვით იესო ქრისტემ თავისი მოწაფეებიდან პეტრე, იაკობი და იოანე გამოარჩია და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად, სანამ მაცხოვარი ლოცულობდა დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას კი ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველები იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. მასთან წარსდგებიან მოსე და ილია წინასწარმეტყველი. და მოსე და ილია წინასწარმეტყველიო მასთან საუბრობდნენ მის გასვლაზე იერუსალიმში, ანუ მაცხოვარი როგორ უნდა გასულიყო იმ ძიმე ჯვარზე, რაც მას ჰქონდა. აღებული თავის თავს. და აი მათ წინაშე ფერს იცვლის და მისიო სახეო გაბწყინდაო ვითარცა მზეო და სამოსელი მისი იყო ელვარეო ისეთიო რომ მოწაფეებმაო თვალიც კი ვერ უსწორესო მაცხოვარსო და ძირს დასვივდნენ. აი ესეთი ნათელია, ესეთი დამწვავია ჭეშმარიტება ზოგჯერ ადამიანისათვის, როდესაც ის ჭეშმარიტებას დაინახავს ერთიანად. ჩვენც ღმერთი კაცს მოყარია და ადამიანს ნელ-ნელა აძლევს იმ მადლს, რომ დაინახოს თავისი თავი და შეიმეცნოს, დაინახოს და სული იცხოვოს, განათლდეს. გისურვებთ თქვენ რომ ჩვენი სულიც განათლებული იყოს და ფერი გვეცვალოს სიკეთისკენ და სიყვარულისკენ. ფერი ეცვალოს სრულიად საქართველოს, მთელ სამყაროს, მთელ მსოფლიოს, ყველა ადამიანს და სიკეთე ყოფილიყოს, იმიტომ რომ თუ გადარჩება კაცობრიობა, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით გადარჩება. ღმერთმა დაგმოწვა, მრავალს დაგასწრო, სიხარულით გული აგივსოს და ფერი გვეცვალოს. თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს თავისი ღვთაებრივი დიდება ხილული სახით უჩვენა. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამის ასწაული აღესრულება. აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდა მოსვლა, ნათლისღებას მდინარე იორდანეს უკუქცევა, ფერისცვალების ღამეს კი თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.
დღევანდელი ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი უდიდესი დღესასწაულია და არა მარტო ქართველებს, ყველა მართლმადიდებლებს სამოსახლოს დღესასწაულია. ემიდა დღევანდელი ყველას მიულოცო, ყველა ქრისტიანს, ყველა ყოველდღიურობას და მთლიან საქართველოს და ყველა კარგად გავწყინდა საქართველოს. ემიდა მიულოცო პირველ რიგში ჩემს პატრიარქს, ჩემს მოძღვარს და მთლიან ჩვენს ერს დღევანდელი დღის მადლი შეეძიოთ, ფერიცვალების მადლი. როგორც ჩვენ მოძღვარმა ბრძანა, ეს დღე ყოფილიყოს დასაბამი ჩვენი ფერისცვალებისა სიკეთისკენ, სიყვარულისკენ, ერთმანეთის მიტევებისაკენ, რაც ესოდენ ძალიან სჭირდება ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით ჩვენს ერს და მინდა ყველას მიულოცო და საკუთარ თავსაც უსურვებ და თქვენ ყველას გისურვებთ ეს დიდი სიყვარული, ფერისცვალების მადლი შეგვეციოს და ყოფილიყავით უფრო უკეთესები, უფრო მიმტევებლები და უფრო კეთილები ვიდრე დღეს ვართ. მთელ საქართველოს თულაცავ დღევანდელ დღეს და ყველას შეეციოს ეს უდიდესი დღესასწაული. ყველას მთელს ვრევლს, მთელს საქრისტიანოს მიულოცავ ფერისცვალების დღესასწაულს და ვუსურვებდი, რომ სულიერი ფერისცვალობა, მეობა, ზეობა, სიყვარულის აღზევება და სიყვარულით ყოფილიყოს ეს ფერისცვალება. ეს არის სუფლის ფერისცვალების დღე. ყველას ვუსურვებ, რომ ფერი ეცვალოთ, გავწყინდნენ და გაძლიერდნენ. უფლის სიყვარული ქონდეს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება. ეს დღე მართლმადიდებელი მრევლისთვის თევზით ხსნილია.